დილამშვიდობისა დღეს 4 ივნისია, დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო გუჭავა და გეგი ნემსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად, ყველას მშვიდობიან წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას, მშვიდობიან დღეს, ჩვენ კი შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. თუმცა მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ, რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 4 ივნის წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ღირს დოდო გარეჯილს, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კომანში წამებულს, წმინდა მოწამე იოანეს, სერბელ მთავარს, მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამებს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. სახარებისა და ხატმეტყველების შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვიერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. ვისაუბრებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის შესახებ, რომლის სახელწოდებაა ჩვენი ჯარი. პროექტის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სკოლების მოსწავლეებს სტუმრობენ და მისი მიზანია პატრიოტული სულისკვეთების გაღვიძება ახალგაზრდებში. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება მაიორი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიდან გიორგი ლომოური. გადაცემის დასმით ნაწილში ვისაუბრებთ თემაზე გლაუკომა, მისი მკურნალობა, გამომწვევი მიზეზები და გართულებული შემთხვევები. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორანტი მონიკა ზალინიანი. დარჩით ჩვენთან ერთად საინტერესო თემებით დაგიბრუნდებით ცოტა ხანში, ახლა კი ნახოთ ამინდის პროგნოზი.
დავრუნდით ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიცი. დილამშვიდობისა. მამა გიორგი. დილამშვიდობის მერხვა დაგლოცვა და გაგზავნებისთვის. მადლობთ რომ მომიწვიეთ. გილოცავთ ღირსი მამა დოდო გარეჯელის ხსენების დღეს. მადლობთ. ვიდრე ვისაუბრებდით ჩვენს მთავარ სასაუბრო თემაზე, რაც გახლავთ სახარებისა და ხატმეტყველების შესახებ, სწორედ ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა პირველ რიგში ღირსი მამა დოდო გარეჯელი რომ გავიხსენოთ, დღეს მისი ხსენების დღეა, ვინ იყო დოდო გარეჯელი, როგორი იყო მისი ცხოვრება, მოკლედ რომ შევეხოთ. წმინდა დოდო გარეჯელის ცხოვრება უკავშირდება 13 ასურელი მამის ჩამობრძანებას საქართველოში, მოგეხსენება თქვენ რომ მე-5-მე-6 საუკუნეებში საქართველოში ქრისტიანული რწმენის გამტკიცების მიზნით, ვინაიდან ძალიან დიდი იყო ირანული გავლენა ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაზე, სწორედ და შესაბამისად საფრთხე მუქრებოდა ჩვენში მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, სწორედ ამ დროს მოექცა მოგეხსენება თქვენ სომხეთი მონოთეისტი გახდა, ამ დროს მოხდა ამიერკავკასიაში ეგრეთ წოდებული დიდი განხეთქილება და სწორედ აი ამ თქვათ ქართველთა განსამტკიცებლად ღვთის განგებით საქართველოში ჩამოვზანდნენ ასურელი მამები იოანე ზედაზნელის მეთაურობით და მოგეხსენება თქვენ რომ ერთ-ერთი მათგანი იყო დავით გარეჯელი, რომელიც გაემართა სწორედ იმ უდაბნოში, რომელსაც ჩვენ დღეს გარეჯს უწოდებთ და სწორედ აი აქ დავით გარეჯელმა მას შემდეგ რაც ცალკე დაიწყო მოღვაწეობა, იქვე კახეთში მცხოვრებმა დოდომ, რომელიც ანდრონიკაშვილის გვარს ეკუთვნოდა, გადაწყვიტა რომ წასულიყო დავით გარეჯელთან. დავით გარეჯელ ამის შესახებ ჩვენ ცნობები გვაქვს თავად დავით გარეჯელის ცხოვრებაში და შემდგომ უკვე ცალკე რედაქცია და ჩამოყალიბდა დოდო გარეჯელის ცხოვრება და დოდო გარეჯელი მიდის დავით გარეჯელთან და დავით გარეჯელი მას როგორც მის ცხოვრებაშია გადმოცემული შეიტკბობს და ისინი იწყებენ ერთად მოღვაწეობას. შემდგომ ამისა უკვე დოდო გარეჯელი განეყოფა, ვინაიდან გამრავლდება საძმო და დავით გარეჯელის კურთხევით განეყოფა მას და ცალკე მიდის, თუმცა იქვე იმ უდაბნოში, მაგრამ ცალკე, სწორედ იქ სადაც დღეს დოდოს რქის მონასტერი არის ცნობილი და იქ დაეყუდება, იქ ჯერ თქვათ საძმოსთან ერთად ცხოვრობს და შემდგომ გადაწყვეტს რომ მარტო დაეყუდოს, ვინაიდან მარტო მყოფობის დიდი სურვილი ჰქონდა, როგორც მის ცხოვრებაში აღნიშნული და ასეც ხდება. და მე-7 საუკუნის დასაწყისში ის აღესრულება, მის სახელს უკავშირდება, როგორც უკვე მოგახსენეთ, ის მის ცხოვრებაში, დავით გარეჯელის ცხოვრებაში და ცალკე რედაქციაშიც, როგორც უკვე აღნიშნეთ, რომელიც შემდგომში შეიქმნა, საუბარია მის დიდ სულიერ ხედვაზე, მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითია დავით გარეჯელის ცხოვრებაში, როგორ განკურნავს ის ერთ-ერთი მთავრის ბუბაქარის ვაჟს და ამის სანაცვლოდ ბუბაქარი მას დიდ ძალ შეწირულობას უბოძებს და ესე არსდება ეგრეთ წოდებული დოდოს რქის მონასტერი. მოგეხსენებათ, ეს არის კლდეში ნაკვეთი ტაძრების და ასე ვთქვათ კელიების კომპლექსი, როგორც მთლიანად გარეჯის უდაბნო მოგეხსენებათ, კლდეში ნაკვეთი კომპლექსია. და შემდგომ ამისა უკვე დოდოს რქის მონასტერი, აქვეც უნდა ვახსენოთ, რომ გარდაცვალების შემდეგ იქვე დაკრძალეს წმინდა დოდო გარეჯელი და მხოლოდ მე-19 საუკუნეში, როდესაც სამწუხაროდ დოდოს რქა უკვე დანგრეული იყო თითქმის და იქ ცნობილმა მოღვაწე მიხეილ საბინინმა მისი საფლავი, ასე ვთქვათ, გათხარა და მისი საფლავი გადაიტანეს გარეჯის მთავარ კომპლექსში. დღეს იქ არის დაკრძალული წმინდა დოდო გარეჯელი. ხოლო ეს მონასტერი, როგორც აღნიშნეთ, დოდოს მონასტერი მე-12 საუკუნეში სამეფო მონასტრადაც კი ითვლებოდა, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებული მზრუნველობა იყო სამეფო ხელისუფლების მხრიდან ამ მონასტერზე. შემდგომ საქართველოში მიმდინარე აღბედითი მოვლენების გამო თითქმის განადგურდა და აი 2010 წელს აღდგა ამ მონასტერში საბერო ცხოვრება არქიმანდრიტი სერაპიონის ხელმძღვანელობით, რომელიც დღესაც მოღვაწეობს იქ და უნდა აღვნიშნოთ, რომ ფაქტობრივად მათ აი მიწაში და კლდეში დამარხული ეს კომპლექტი საკუთარი ხელებით გამოათავისუფლეს და დღეს აქ უკვე მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრება და წირვალოსო.
ბატონო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანი მონასტერი გახლავთ თავისი არქიტექტურით, ასევე ბრწყინვალე საეკლესიო მხატვრობით. მე-12 საუკუნის ეხლახან აღმოჩნდა ვათაშვილის მე-12 საუკუნის მხატვრობა ასევე მხატვრობის სხვადასხვა ფენები გვაქვს და კანკელის განსაკუთრებული სახე გვაქვს თავარ ტაძარში და თავადად იმ კელიაში სადაც დოდოგარეჯელი მოღვაწეობდა იქაც ესე იგი მხატვრობის უნიკალურ სახეს ხვდებით შუა საუკუნეებისა. მამგიორგი, ჩვენი სასაუბრო თემა არის თუ რა კავშირია სახარება და ხათმეტყველება ერთმანეთთან და როგორ შეიძლება ვთქვათ ეს ყველაფერი მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ. დიახ, სახარებასა და ხათმეტყველებას შორის ძალიან მჭიდრო კავშირი გახლავთ. ფაქტობრივად ხათმეტყველება განიხილება როგორც ვიზუალური ღვთისმეტყველება და უნდა ითქვას პირველეს ყოვლისა ის რომ ხათმეტყველების საფუძველი ეს გახლავთ ცեղმერთის განკაცება ცნობილია რომ მაგალითად ძველი აღთქმის პერიოდში აკრძალული იყო გამოსახულებათა თაყვანისება გამომდინარე იქიდან რომ არ იყო განკაცებული ღმერთი და როგორც წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ ნაშრომში ხათმეტყველების შესახებ სამი სიტყვა ბრძანებს რომ ის რაც უხილავი იყო ვერ გამოისახებოდა, ის რაც შეუხებელი იყო ვერ შევეხებოდით და უკვე არახან ახალ აღთქმაში უხილავი ხილვადი გახდა საუბარია ცեղმერთის განკაცებაზე, ამიტომ ამას საფუძველი დაუდო ხათმეტყველებას და ესეც უნდა ითქვას რომ თავად პირველი გამოსახულებების შესახებ საფუძველი ჩვენ უშუალოდ სახარებისეულ თხრობაში გვაქვს, მაგალითად ცნობილია რომ მათესახარებაში თქვენ იცით არის გადმოცემული სიზღლდინარე ქალის განკურნების ისტორია. ეს არის როდესაც მაცხოვარი იაიროსის ასულის კუდრეთის აღსადგენად მიემართება გზად მათ ხდება სიზღლდინარე ქალბატონი, რომელიც ფიქრობს რომ თუ კი მე მას შევეხები განვიკურნები და ასეც ხდება და მაცხოვარი შემდგომ ამბობს რომ ვინ შემეხომე და ეს ქალი აღიარებს ყველაფერს და მაცხოვარი რა თქმა უნდა მას შეუნდობს სოდვებს და ამით ამ ქმედებით წარმოაჩენს მის დიდი წმენას ხალხთაწინაში. ახლა ჩვენ რატო მოვიხმეთ სახარებიდან ეს ეპიზოდი? როდესაც ამ ეპიზოდის განმარტავს იოანე ოქროპირი და იოანე ოქროპირის ქართულ თარგმანში, რომელიც ექვთიმე ათონას ეკუთვნის, ექვთიმე ამბობს ასეთ სიტყვას რომ ეს ქალი არ დარჩა უმადლო, ანუ მადლიერი დარჩა, არ დარჩა უმადლო მაცხოვრის მიერ გაკეთებული აღსრულებული ქმედებისა, კურნებისა და მან ამის სამადლოდ სახში დაბრუნებულმა აღმართა იესო ქრისტეს ქანდაკება, გამოსახულება. და აი ეს სხვათა შორის ეს უნდა თქვა რომ ბერძნულ ტექსტში არ წერია ეს არის ექვთიმესეული ჩანამატი, ფაქტია რომ ექვთიმე ათონელი უდიდესი წმინდა ქართველი ათონელი მამა საფუძვლის სერიოზულ საფუძვლს გარდა რა თქმა უნდა ამ ჩანამატს არ გააკეთებდა. შესაძლოა ბერძნულში იყო და შემდგომ დაიკარგა ესეც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ ფაქტია რომ ასე იყო. გარდა ამისა ჩვენ გვაქვს ავგაროზის ეპისტოლე, ეს აპოკრიფული ეპისტოლე გახლავთ, რომლის მიხედვითაც მაცხოვარი უკაცრავად ავგაროზი ედესის მეფე სთხოვს მაცხოვარს განკურნებას და მაცხოვარი მასთან არ მიდის, მაგრამ უგზავნის ტილოზე აღბეჭდილ სახებას, აი ჩვენ გვაქვს კიდეს აი ანჩისხატის შემდგომ მისი ასლია როგორც მოგეხსენებათ და ანუ ესეც თავისთავად ცხადია ხათაყვანისმის კურთხევად აღიქმება. შემდგომ ამისა უკვე ჩვენ სახარება რახან ჩვენი დღევანდელი თემის სასაუბრო თემა გახლავთ სახარება და ღვთისმეტყველება, უნდა ითქვას ის რომ სახარების დასურათება ხდებოდა ძალიან ხშირად, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სახარება, მათ შორის ქართული რედაქციებითაც, რომელიც დასურათებულია, ილუსტრირებულია ეგრეთ წოდებულად და ტექსტს ფაქტობრივად მისდევს ხოლმე შესაბამისი იკონოგრაფიული ჩანართები, რომელიც აღწერს კონკრეტულად იმ ისტორიას, რომელიც ამა თუ იმ გვერდზეა გადმოცემული, თქვათ, თხრობისა. ეს ერთი, მეორე, აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ, რომ ჩვენ სახარებაში ხშირად გადმოცემულია უკაცრავად იკონოგრაფიაში, რომელიც სახარების საფუძველზეა შექმნილი, ხშირად გადმოცემულია არა მარტო ის, თქვათ, რა წერია იქ, არამედ ეგზეგეზაც. ანუ რა იგულისხმება და როგორ განმარტავენ მამები ამა თუ იმ თქვათ სახარებისეულ ეპიზოდს. მამა გიორგი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობთ. საინტერესოა გასაგებ ენაზე რომ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს, სიამოვნებით მოგისმენთ, ბუნებრივია ჩვენს როგორ გადმოსცემს ხათმეტყველება კონკრეტულად
ამა თუ იმ სახარებისეულ მოვლენას. დიახ. აი მოგახსენებთ როგორც უკვე ჯერ უნდა თქვა ის რომ ადრე ქრისტიანულ ხანაში სახარებისეული ასე ვთქვათ მოვლენები გადმოიცემოდა ძირითადად სიმბოლური ხასიათით, აი როდესაც ფაქტობრივად საღვთისმეტყველო ლიტერატურასთან ერთად იქმნება და ვითარდება საეკლესიო მხატვრობაც, პირველი ვთქვათ მხატვრობის ნიმუშები ჩვენ შემორჩენილი გვაქვს მაგალითად რომის კატაკომბებში. თქვენ მოგეხსენებათ ადრე ქრისტიანულ ხანაში იყო ასეთი მიმართება ქონდა ეკლესიას, რომ ძალიან ხშირად როგორც ლიტერატურაში ისე ხატმეტყველებაში რომ ფაბულად იღებდა წარმართულ თქვათ ისტორიებს და გარდაქმნიდა ქრისტიანულ ყაიდას. აი მაგალითად იყო ასეთი რომაული მითი ორფეოსის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეს ორფეოსი იყო თქვათ ჯადოქარი მწყემსი, რომელიც სალამურს უკრავდა და აჯადოვებდა ასე თქვათ წყვრებს. ეხლა ეს როგორ გარდაქმნა ქრისტიანობამ, რომ ორფეოსში განჭრიტა ქრისტე, სალამურში ქრისტეს მოზრება, ხოლო წვრებში პირველი ეკლესიის მრევლი და ჩვენ ასეთი გამოსახულებები გვაქვს მწყემსი კეთილიად წოდებული, ან მწყემსი კეთილი მოგეხსენებათ ივანეს სახარებაში მასწავლებს ანას, რომ მე ვარ მწყემსი კეთილი. აი ეს მწყემსი კეთილად სათავდებოდა ასეთი ტიპის გამოსახულებები. ქონდა ჩვენ თევზის გამოსახულება, თევზი ბერძნულად იხთიოსეს აბრევიატურა გახლავთ, რაც იშიფრება იესო ქრისტე ღმერთი ჩემი მაცხოვარი, ანუ ეს განკაცებული ღმერთის მას გადმოსცემდა განკაცებული ღმერთის არს გადმოსცემდა და ასე შემთხვევაში ჩვენ მსგავსი გამოსახულება საქართველოშიც გვაქვს ბოლნისის სიონში. მე თქვენს ტელევიზიაშიც მithქვამს ეს, რომ ბოლნისის სიონში კაპიტელი უცრავ სანათლავზე ბაპტისტერიუმზე კაპიტელზე ანუ სვეტის თავზე არის გამოსახული ხარის თავი რქებში ჯვრით. ეს რელიეფური გამოსახულება გახლავთ ქვაში ნაკვეთი, რაც რა თქმა უნდა ფაბულა წარმართობიდან არის აღებული, იმიტომ რომ ქართველებს მოგეხსენებათ თქვენ რომ ქართველებისთვის ხარის ათაყვანებელი ცხოველი გახლავთ და გამომდინარე ჩვენი მიწათმოქმედებიდან და ქრისტიანობამ ესე განჭრიტა რომ ხარიში განჭრიტა ქრისტე ვინაიდან რქებში ასე თქვა ჯვარი გამოსახა. შემდგომში უკვე ვითარდება უშუალოდ სახარებიდან ასე თქვა სახარებისეული თხრობიდან თხრობაზე დაფუძნებული ღვთისმეტყველება და ჩვენ აღნიშნეთ უკვე რომ არა მარტო სახარებისეული თხრობის მიხედვით დგებოდა თქვათ ესა თუ ის იკონოგრაფია, არამედ განმარტებებიც კი აისახებოდა. აი ერთ მაგალითს დავასახელებ თქვენის ნებართვით. მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი იესო ქრისტეს შობის თქვათ იკონოგრაფია, ალბათ ჩვენს მაყურებელს კარგად მოეხსენება. ანუ ეს იკონოგრაფია როგორ არის, რომ ესე იგი იქ იესო ქრისტე გამოსახულია მაცხოვარი, რომელიც ბაგაშია მიწვენილი, მარიამი, იოსები, მაგრამ აი რას გულისხმობ, იქ გამოსახულია ასევე ხარი და სახედარი. მაშინ როცა შესაბამის სახარებისეულ თხრობაში ჩვენ არსად ხვდებით მსგავს ცნობას, არს ლუკა მახარებელი ახსენებს უშუალოდ მაცხოვრის ბაგაში შობას და ის არ ამბობს რომ ის ბაგა ან ხარს ეკუთვნოდა ან სახედარს. მე მეცას გეტყვით თქვენ მაგალითად წმინდა იოანე ოქროველი განმარტავს რომ ეს იყო ცხვრის სადგომი ზოგადად, დროებითი სადგომი ცხრებისა. მაშ რატომ გამოისახება ხარი და სახედარი? ეს წმინდად ეგზეგეტიკური ჩანართი გახლავთ აღნიშნული გამოსახულებისა. კერძოდ რას გულისხმობთ? კერძოდ გულისხმობთ იმას, რომ აი წმინდა გრიგოლ ნოსელის თანახმად ეს გახლავთ ესაია წინასწარმეტყველის ასე ვთქვათ იკონოგრაფიული ასახვა. კერძოდ ესაია წინასწარმეტყველობაში წერია ხარისა და სახედრის შესახებ. ესეთი რამ იცნა ხარმან მომგებელი თვისი და ვირმან ბაგაი უფლისა თვისისა. როცა წმინდა გრიგოლ ნოსელი განმარტავს ჩვენს მიერ დასახელებულ წინასწარმეტყველებას, ის ამბობს რომ ხარში მოიაზრება ესე იგი ებრაელები, ვინაიდან ხარს უღელს ადგამენ მოგეხსენებათ და აქ იგულისხმება ის რომ ისინი მოსეს ჯულდების უღლის ქვეშ იყვნენ, ხოლო სახედარში მოიაზრება წარმართები, ვინაიდან წარმართები თავისი სიჯიუტით და თქვათ ცნობილნი იყვნენ და აიქვე ამბობს რომ ეს რას ნიშნავს, რომ ქრისტე განკაცდა ყველასთვის, როგორც ებრაელთათვის, ისე წარმართთათვის. ანუ ეს აღნიშნული ჩანართი აქვს თვლიანად, ესე იგი, არის ეგზეგეტიკური ხასიათის და ხას უსვამს ღვთის განკაცების საყოველთაობას. აი ჩვენ დოდო გარეჯის დოდოს რქა ვახსენეთ, ხო? და იქ მხატვრობა და იქაც არის, ხო? და ჩვენ ძალიან აი დოდოს რქის საფლავთან არის ესეთი წყინვალე გამოსახულება მე-9 საუკუნეებისა, ეგრეთ წოდებული დიდება ასე ეძახიან, ანუ ეს არის ასე ვთქვათ მეორედ მოსვლის და ქრისტეს სამჯაროს გამოსახულება, სადაც მაცხოვარი დაბრძანებულია
ტაღზე და მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულია მის მარჯვნივ და მარცხნივ გამოსახულია მზისა და მთვარის გამოსახულება. და აი ზისა და მთვარის ჩანართი აქ პირდაპირ ეგზეგეტიკური ხასიათის გახლავთ სახარებისეულის და შესაბამის ეგზეგეტიკით რომ როგორც აი მაცხოვარი ბრძანებს მათესახარებაში როცა ეხება მეორე მოსვლას რომ მეორე მოსვლისას ზედაბნელდება და მთვარი აღარ გამოსცემს ნათელს და სწორედ და ამით დასრულდება ქვეყნიერება როგორც ამ სახით და სწორედ ეს ჩანართი არის იქ და ესეთი ძალიან ბევრი. ახლა არა მარტო ეს საინტერესოა, არა მარტო ეგზეგეტიკური ჩანართები. ჩვენ ლიტურგიკული ჩანართებიც კი გვაქვს, თქვათ, იკონოგრაფიაში. აი, მაგალითად, ერთ-ერთ მაგალითს დავასახელებ, ბევრია მაგალითები, მაგრამ ერთ-ერთს დავასახელებ. აი, ასე მაგალითად, ყველას კარგად მოიხსენება აღდგომის ხატმეტყველება, ეგრეთ წოდებული ჯოჯოხეთის წარწმევნა, ჯოჯოხეთის წარმოცალიერება. ანუ თქვენ იცით, რომ მართლმადიდებლური ხატმეტყველება აღდგომას გამოსახავს შემდეგი სახით, რომ მაცხოვარი ჩადის ჯოჯოხეთში და იქიდან ამოყავს მართალთა სულები და გადაყავს სასუფეველში. და ერთ-ერთი ასეთი მოგვიანო ხანის რედაქციებში მაგალითად ერთ-ერთი არის ასეთი შემოქმედის გულანში ხვდება როდესაც მაცხოვარს ამოყავს ჯოჯოხეთიდან ერთი ხელით და მეორე ხელში უპყრია გახეული გრაგნილი. ეხლა რას ნიშნავს ეს გახეული გრაგნილი? ეს პირდაპირ არის ილუსტრირება ჟამნის მეექვსე ჟამნის სიტყვებისა, სადაც წერია რომ უფალმა ჩვენი ცოდვების ხელით წერილი დახია. ანუ და არა მარტო მეექვსე ჟამში ჩვენ გვაქვს გრიგოლ ნოსელთან შესაბამისი განმარტება, ანუ ამ განმარტების პირდაპირ ასოხა ხდება იკონოგრაფიაში კიდევ ერთხელ, როცა ის გამოსახავს გახეულ გრაგნილს. და ასეთი ძალიან ბევრი ის პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, კი ბატონო, ეს გამოსახულებას ვნახოთ. მამონ გიორგი, ეკლესიაში თავისთავად სახარების მიხედვით შექმნილი გამოსახულებები არ სილამაზისთვის არ არის მხოლოდ ხომ თავისთავად წარმოდგენილი და მოდით ვისაუბროთ მისი დატვირთვის შესახებ, რა დატვირთვა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს და რატომ არის აუცილებელი ზოგადად რომ იყოს მსგავსი გამოსახულებები ტაძრებში. დიახ. როგორც ადრე ასე ტაძრში ზოგადად ტაძრის მთლიანი სწორად ბრძანა თქვენ რომ არა მარტო ხატმეტყველებას საერთოდ არც ერთი დეტალი ტაძრში არ არის შემთხვევითი. ზოგადად როგორც ყველაფერი სატაძრო არქიტექტურას თავისთავად ხადია ჩაისახა და ვითარდებოდა და რაზე არის აგებული ეს სატაძრო არქიტექტურა რომ ადამიანი მაქსიმალურად ჩართოს ღვთისმსახურებაში. ანუ ტაძარი არის შენობა, ნაგებობა, სადაც აღესრულება ყველაზე მთავარი ესე იგი მსახურებათა შორის წირვა. შესაბამისად აქ ჩართულობას ემსახურება არქიტექტურაც, მხატვრობაც, საკითხავებიც, საგალობლებიც, ეს ერთმთლიანი კომპლექტია თუ შეიძლება ასე ითქვას და აქ აი ამ კომპლექტში რა თქმა უნდა თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია ხატმეტყველებას და შემდგომში უკვე ეგრეთ წოდებული იკონოგრაფიული სქემები ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც იხატებოდა ესა თუ ის ტაძრები, მთავარი მაინც იყო სატაძრო მოხატულობაში საუფლო 12 დღესასწაულის გამოსახულება. ამას ეს იყო აპრიორი და შემდგომ ამისა უკვე გამოისახებოდა ან წმინდა მამები ან თქვათ ეს ტაძარი ვის სახელზეც იყო აგებული თქვათ კონკრეტულად იმ წმინდანის ცხოვრების სცენები მაგალითად ძალიან ბევრი გვაქვს ჩვენ მაგალითად აი უბისაში წმინდა გიორგის სახელზე აგებული და იქ გვაქვს ჩვენ წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების სცენები საუფლო დღესასწაულებთან ერთად და ასე შემდეგ. ეხლა საინტერესო გახლავთ ისიც რომ არა მარტო სახარებისეული სცენები, აპოკრიფული სცენების გამოსახულებების კი მაგალითად ქართული კედლის მხატვრობაში ატენისიონი მოგეხსენება ნებისმიერი სიონი ნიშნავს რომ ეს ტაძარი აგებულია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და იქ რახან ღვთისმშობლის სახელზე არის აგებული ეს ტაძარი ჩართულია ღვთისმშობლის აპოკრიფული სცენებიც კი, რომელიც ჩვენ ღვთისმშობლის შობა, მიძინება, თქვათ, წყლით გამოცდა ეგრეთ წოდებული და ასე ანუ რასაც ხვდებით მის ეგრეთ წოდებული ეს იაკობის პროტოევანგელი, ანუ პირველ სახარება ესეთი აპოკრიფული ძეგლი გახლავთ, რომელიც შედგენილია ეკლესიაში დაცულ წმინდა გარდამოცემის საფუძველზე, იქ არის სწორედ ღვთისმშობლის შესახებ ეცდომები და სწორედ ესეც კი ასახულია, თქვათ, კონკრეტულად აი ამ კედლის ხატრობაში. აი მე მეცაც გეტყვით, იყო ასეთი შემთხვევები ეკლესიის ისტორიაში, როდესაც აი მაგალითად კონკრეტული მწვალებლობა მძვინვარებდა ხოლმე და თქვენ მოგეხსენებათ ამ მწვალებლობების გამო იყო, როცა ეს 7-ვე მსოფლიო საეკლესიო კრება და ასევე ძალიან ბევრი ადგილობრივი კრება იმართებოდა და
განიხილავდნენ და შემდგომ გმობდნენ თავის თავაცხადი ამ წვალებლობებს და სწორედ ამის საფუძველზე შეიქმნა ძალიან ბევრი ლიტერატურა, საფრთხესმეტყველო ლიტერატურა, რომელიც დღეს ჩვენთვის ვთქვათ თუ შეიძლება ითქვას, რომ საეკლესიო წიაღში ერთ-ერთი დასაყრდნობია და არა მარტო ლიტერატურით ებრძოდა, ასე ვთქვათ, ეკლესია ამ წვალებლებს, არამედ ხატმეტყველებითაც. აი მაგალითად ერთ მაგალითს მოვიხმობ, ცნობილია რომ მე-14 საუკუნეში იყო ასეთი ადამიანი ბარლაამი ეგრეთ წოდებული, რომელიც ამბობდა რომ ფაქტობრივად ასეთი მოძრაობა ქონდა მას რომ ის ნათელი რომელიც ფერისცვალებისას გამომწყინდა განკაცებული ღმერთის მიერ თაბორის თაზე იყო ქმნილი. ქმნილი იყო და არ იყო უქმნელი და ამის ესე იგი საპირწონედ გაიმართა ყრება 1341 წელს 10 ივნისს აია სოფიას ტაძარში და ამ წვალებლობამ დაგმო, უცებ ამ ყრებამ დაგმო ეს წვალებლობა და ასწორედ ამ დროს წმინდა გრიგოლ პალავამ დაწერა ძალიან ესეთი ცნობილი ტრაქტატი, ჰომილია ფერიცვალების ნათლის უქმნელობის შესახებ და აი ეს თქვათ მოვლენები აი ეს ხატმეტყველებაში რას გულისხმობთ? აი მე-15, მე-16, მე-17 საუკუნის ფერიცვალების, უშუალოდ კონკრეტულად ფერიცვალების ხატმეტყველებაში განსაკუთრებული გამძაფრებულებით გამოისახებოდა ქრისტე რომელიც მანდორლაშია ჩაწერილი. ეხლა ეს მანდორლა მოგეხსენებათ არის წრე, რომელიც გამოხატავს ხატმეტყველებაში საღვთო ბუნებას და ამ საღვთო ბუნების უძლეველობას. აქვე უნდა თქვათ ისიც ჩვენ რომ ფერიცვალებისაც აი შეყვასებთ ჩვენს ტელემაყურებელს რომ წმინდა გრიგოლ პალავას მიხედვით ფერიცვალების ღმერთს რაიმე ახალი კი არ გამოულენია და როგორც თვითონ ბრძანებს კი არ შეცვლა იმად რაც არ იყო, არამედ მან გამოავლენო ეს თქვათ ნათელი რომელთაც ის გაბწყინდა იყო მისი კუთვნილი ნათელი, ანუ საღვთო ბუნება გამოავლენა მან დატევნისაებრ კაცთა თავისთავადცხადია ჩვენ ვიცით რომ ზეღმერთში ორი ბუნებაა ხო საღვთო და კაცობრივი და აი ეს საღვთო ბუნება ესე წერს წმინდა მოძღვარი რომ გადმოღვარა მან ასე თქვათ სხეულზე და სწორედ და ამას ფერიცვალება ასახავს მაცხოვარი რომელიც მანდორლაში ანუ ეგრეთ წოდებულ წრეში შარავანდედშია და ჩაწერილი და აი ეს თქვათ შარავანდედი გამძაფრებულად გამოისახება სწორედ აი ამ ეპოქის ხატმეტყველებაში ჩვენ საქართველოშიც გვაქვს ამის არაერთი იგივე უბისა დავასახელეთ თქვათ შემოქმედის მონასტერში ზარზმის მონასტერში რა ვიცი ამ ეპოქის მე-16 მე-17 საუკუნის ფერიცვალება აი ამაზე მეტყველებს და ამის რა ვიცი არაერთი მაგალითის დასახელება შეგვიძლია. მამარ გიორგი აი ჩვენს რეალურ თანამედროვე ცხოვრებაში რომ განვიხილოთ ძალიან საინტერესოა რა მნიშვნელობისაა ზოგადად სახარების და წმინდა წერილის ცოდნა რა როლი აქვს და რა როლი უნდა გქონდეს სინამდვილეში ჩვენ ცხოვრებაში წმინდა წერილის ცოდნას რას გვასწავლის. დიახ ძალიან მართებული კითხვა გახლავთ და იმიტომ რომ სახარება ეს გახლავთ მოდით ასე ვთქვათ პირველ წყარო ხო ანუ ეს არ არის რაღაცა მარტო ოდენ წიგნი ისტორიული წყარო რომელიც დაიწერა და ახლა ჩვენ შეგვიძლია რომ ის როგორც ისტორიული წყარო მხოლოდ ისე გამოვიყენოთ არავითარ შემთხვევაში ეს არის ასე რომ ვთქვათ ესეც უწოდებენ მას მარადიული აწმყო რომლიდანაც სრულიად საეკლესიო მოძღვრება ანუ სახარება ყველაფრის საფუძველი შესაბამისად სახარების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია თუკი იცით აი როგორ არის რომ თუკი ნებისმიერი თქვათ სფერო ხო ნებისმიერი სფერო რომ ვიცოდეთ უნდა გავიგოთ რა არის ამ სფეროს თქვათ სტრუქტურა ხო ასეა თუკი ადამიანს სულს იყოს ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა მან უნდა წაიკითხოს სახარება იმიტომ რომ წარმოუდგენელია შენ ქრისტიანად იწოდებოდა და არ იცოდე სახარება აქ არ არის საუბარი ახლა სიღრმისეულ ცოდნაზე და ესეც თუ იქნება რა თქმა უნდა მხოლოდ მისასალმებელია მაგრამ სახარების ცოდნა ქრისტიანის უპირველესი მოვალეობა გახლავთ და უპირველესი დანიშნულება. საზეპიროდ არავინ არ რა თქმა უნდა, შინაარსი თავისთავადცხადია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ვეთაყვანებით განკაცებულ ღმერთს და განკაცებული ღმერთის მოსაგრეობის შესახებ ჩვენ გვაქვს სახარება და თუ კი ჩვენ ვეთაყვანებით იმას, რაც არ ვიცით თავისთავადცხადია, ეს დაშორებულია, ასე ვთქვათ, რეალურ ქრისტიანულ ცხოვრებას. ერთ-ერთი მოძღვარი ბრძანებს რომ საეკლესიო მოძღვარი სახარების კითხვა ეს არის ყველაზე დიდი ლოცვა. ვინაიდან ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ თავად მაცხოვარს ეხები და ესაუბრები. აი ის რომ სახარება მარადიულია და იქ ცნებები რომელიც ჩვენ ანუ ჩვენი ცხონებისთვის რაც საჭიროა აბსოლუტურად ყველაფერი სახარებაშია მოცემული. და მაცხოვარი ბრძანებს რომ ყველა სადამიწა გადავა და ერთი იოტაც კი არ შეიცვლება რომ არ ახსულდეს რაც სახარებაშია დაწერილი. ამას ნიშნავს რომ ეს არის სწორედ ზედროული
წიგნზე აღმატებული წიგნი, რომელიც თავისუფლად ცხადია 4 მახარებელთა მიერ სული წმიდის მადლით დაიწერა და მისი გაცნობა ქრისტიანისთვის აუცილებელია და რა თქმა უნდა ამის შემდგომ იგივე მსჯელობის ჭრილი შეგვიძლია ჩვენ განვარცხოთ სრულიად ბიბლიაზე. განსაკუთრებით ძველ აღთქმაში მოსეს 5 წიგნეულზე, ვინაიდან სადაც მოთხრობილია თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და როგორ დაეცა შემდგომ ადამიანს. ეს ერთ ჭრილშია თუ ჩვენ ვერ გავიგებთ ზეღმერთის განკაცებას, თუ კი თქვათ არ გავეცდობით სამყაროს შექმნას, იმიტომ რომ სამყაროს შექმნის და დაცემის შემდგომ გახდა უკვე საჭიროება ღვთის განკაცებისა. ეს ერთმანეთთან ღვთის განკაცების ერთადერთი საფუძველი ეს გახლავთ ადამიანის ადამიანის დაცემულობა და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი მოგზაურობისა და საინტერესო საუბრისთვის თაგემშვიდობებით. სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია ერთად აღვავნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად საინტერესო თემებით. ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედინ სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ რათა განმართლე სიტყვათაგან შენთან და ზლოს ჯასა შენსა რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე მას ხურო მე უსუბითა და განწმინდე მე განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა რამე თუ უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა არამედ საკვერთხი არ აქთნდეს მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა
და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა, შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსოლონების დილა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხით დაგიბრუნდით. ვისაუბრებთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის შესახებ, რომლის სახელწოდებაა ჩვენი ჯარი. პროექტის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სკოლების მოსწავლეებს სტუმრობენ და მისი მიზანია პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება ახალგაზრდებში. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიდან მაიორი გიორგი ლომოური. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო პროექტი არის და თავდაპირველად რა თქმა უნდა დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა არის მისი მთავარი მიზანი. კი ბატონო, პროექტის მთავარი მიზანი წარმოადგენს და წარმოადგენს დღესდღეობითაც ქართული ჯარის პოპულარიზაციას. ასევე ჩვენს მომავალ თაობაში ცნობადობის ამაღლებას თავდაცვის ძალების შესახებ და რა თქმა უნდა ჩვენს მიერ უკვე პრეზენტატორების მიერ პატრიოტული სულისკვეთების გაზიარებას. დიახ. აი რამდენი წელია რაც ეს პროექტი მიმდინარეობს, რომ დავიხსენოთ ისტორია წინა წლების და ასევე უნდა ვახსენოთ აუცილებლად თავდაცვის სამინისტრო თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან ერთობლივი ძალებით ხორციელდება ეს პროექტი როგორც რა თქმა უნდა. დიახ. ერთობლივი პროექტია, პროექტი ჩვენი ჯარი, თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. 2018 წელს დაიწყო ეს პროექტი, მე 2018 წლიდან ჩართული ვარ ამ პროექტში. იყო მცირე პაუზა, ასე რომ ვთქვათ, შეფერხება პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა 2022 წლიდან განახლდა პროექტი და დღესდღეობითაც უკვე აქტუალურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიცოდეთ ასაკი, თუ რა ასაკიდან არის უკვე საჭირო, რომ ჩაერთონ ამ პროექტში მოსწავლეები, როგორც ვიცით, მე-9 კლასიდან. დიახ. ჩვენ სკოლებში ხვდებით, საჯარო სკოლებში მე-9 კლასიდან ზევით მოსწავლეებს, თუმცა მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე არის რომ დაბალი კლასებიც ხშირად გვესწრება იმხელა ინტერესი არის. დიახ. და რამდენი სკოლა მოიცავთ, საკმაოდ დიდ რიცხვზეა საუბარი, როგორც ვიცით, ესეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს საქართველოს მასშტაბით ხორციელდება ბუნებრივი ეს პროექტი. კი ბატონო, დიახ. კადრებში ხედავს ჩვენი მაყურებელი ამ კადრებს. პროექტი მთლიანად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება რაიონებში, სოფლებში, ქალაქებში. ვცდილობთ შევიდეთ ყველა სკოლაში, მივაწოდოთ
ქართული ჯარის შესახებ ინფორმაცია. ანუ სასწავლო წლიდან ერთ სასწავლო წელს დაახლოებით 500 სკოლამდე ხორციელდება შესვლა და ინფორმაციის მიწოდება, რომ გქონდეთ ჩვენს მომავალ თაობას ქართული ჯარის შესახებ ინფორმაცია, ну, რა თქმა უნდა, მათზე იქნება შემდგომ დამოკიდებული ამ ინფორმაციას თუ როგორ გამოიყენებთ. დიახ, ფაქტობრივად უკვე თქვით თუ რაზე გიწევთ ხოლმე საუბარი შეხვედრების დროს, მაგრამ უფრო მეტად რომ გაგვაცნოთ, თქვათ ეს თქვენი შეხვედრების მიზანი გავიგეთ, მაგრამ აი თვითონ მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება როგორი არის, თქვათ რაზე ამახვილებენ თავად ყურადღებას, რა კითხვებით მოგმართავენ, უფრო რით არის დაინტერესებული, თქვათ და თქვენი მხრიდანაც თავისთავად ამოწურავი ინფორმაცია შეძლებს დაგვარად გაიცემა. რა თქმა უნდა. კი ბატონო, პირველ რიგში გეტყვით იმას თუ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. ჩვენი სასაუბრო თემა წარმოადგენს, ანუ ვიდეო რგოლები გვაქვს და გვაქვს თემატური ნაწილი. ვიდეო რგოლები მოიცავს თავდაცვის ძალებში მოსვლის დღიდან ჩვენს ყოველდღიურობას. ასევე ტექსტუალური ნაწილი გვაქვს, რომელიც მოიცავს ქართული ჯარის ისტორიას, რაზეც ვსაუბრობთ, ქართულ ეროვნულ გმირებზე, ვსაუბრობთ ჩვენ სტრუქტურაზე, ვსაუბრობთ თუ მოქალაქემ რა გზა უნდა გაიაროს, რომ მოხდეს თავდაცვის ძალებში და ასევე საგანმანათლებლო კარიერაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ არის შესაძლებელი განათლების კუთხით, სამხედრო განათლების კუთხით მოქალაქემ გააგრძელოს კარიერა. ეროვნულის გარდა საერთაშორისო დონის სამხედრო სწავლებებზეც თუ არის საუბარი? რა თქმა უნდა. ჩვენ ვსაუბრობთ თუ ჩვენ ქართული ჯარი რა სწავლებებში ღებულობს მონაწილეობას, არის როგორც ეროვნული, მრავალეროვნული და უწყებრივი სწავლებები და რა თქმა უნდა ვიდეო რგოლებიც გვაქვს. ვაჩვენებთ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს და რა თქმა უნდა დაინტერესებაც დიდი არის მოწონთ. აი როგორია ეს დაინტერესება, მათი გამოხატულება, კითხვა-პასუხის რეჟიმის შესაძლებლობაც ექნებათ ალბათ, ბუნებრივია შეხვედრების დროს საინტერესო კითხვებს დასვამენ ალბათ. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი, ასე რომ ვთქვათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში იმართება დაახლოებით 40-45 წუთიანი არის ჩვენი პრეზენტაცია, როდესაც ვაშუქებთ, თუმცა ხშირ შემთხვევაში საათნახევარი 2 საათით გაგრძელებულა კითხვა-პასუხიდან გამომდინარე, იმხელა დაინტერესება არის. ძალიან ბევრი კითხვა სვავენ, ძალიან ბევრი რამე აინტერესებდა, მიხარია რომ ასეთი დაინტერესება არის, ძალიან ისე თბილად ხვდებიან სკოლებში, როდესაც შევდივართ, როგორც დირექცია, ისე სკოლის მოსწავლეები და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც ეს უკვე სასიამოვნო არის და ძალიან გვიხარია. როდესაც კითხვები არსება, ფაქტობრივად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც დაინტერესებულან ამ საკითხით და შესაბამისად ამიტომ უჩნდებათ ეს კითხვები, რომ საინტერესოდ ხდება თქვენი შეხვედრის წარმართა. ახსენეთ, რომ 500-მდე სკოლა ერთვება ყოველწლიურად და შეხვედრებს მართავთ, ხომ? საინტერესო არის რეგიონები რამდენად არიან ჩართულები ამ ყველაფერში? როგორც ქალაქები, სოფლები, რაიონები ანალოგიურად განსხვავება არ არის, ყველა ჩართული არის ამ პროექტში. ეს არის როგორც თქვი თავიდანვე ერთობლივი პროექტი და ყველა დირექცია, სკოლის დირექცია მიცის, რომ უნდა მივიდეთ, წარვადგინოთ ჩვენი პროექტი და როგორც თქვი, აქამდე ძალიან ყურადღებით და ისე კარგად ხვდებიან, რომ ძალიან ჩვენთვისაც მისაღები არის და სასიამოვნო ყოველთვის. დიახ, აი სურვილი რამდენად ჩდება, ან ამის ფაქტი თუ გვაქვს და რეალობა, რომ აი ისეთ ასაკზეა საუბარი მე-9 კლასიდან ზემოთ ბავშვებზე, 2018 წლიდან ხორციელდება პროექტი, ესაც ვუთხარით უკვე მაყურებელს, რამდენად არის იმის შესაძლებლობა და აქვთ ამ ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობა, რომ გააგრძელონ შემდეგ უკვე პროფესიონალურ დონეზე თავდაცვის სამინისტროში მუშაობა ამ პროექტით დაწყების შემდეგ. კი ბატონო. ჩვენ ვაწვდით მთლიანად, რასაც მოიცავს ქართული ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, როგორც თქვი, აქამდე სტრუქტურაზე ვსაუბრობთ. ძირეულად ვაწვდით ინფორმაციას, უკვე როდესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავდივართ და დაინტერესებული მოსწავლე უკვე ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ უნდა წამოვიდეს თავდაცვის ძალებში და იმსახუროს, რა თქმა უნდა, ისეთ ძირეულ კითხვებს ასვავენ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოხვდნენ თავდაცვის ძალებში, რა გზა უნდა გაიარონ. რა თქმა უნდა, ჩვენგან ამომწურავი პასუხები არის ყოველთვის, რომ რაიმე პრობლემა შემდგომში არ შეექმნათ. დიახ. აი 500-მდე სკოლა ვახსენეთ, რომელიც
მოიცავით, იცავთ წლიდან წლამდე ამ რაოდენობას სკოლებისას. რამდენად ხედავთ იმის საჭიროებას, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ეს რაოდენობა საქართველოს მასშტაბით მომდევნო წლებში, ან რაიმე სიახლე ხომ არ არის დაგეგმილი ამ პროექტის ფარგლებში? როგორც გითხარით, პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა არის ის საკითხები, რომ ყველა სკოლაში, ოდესაც დაიწყება სემესტრი, ვერ ვახერხებთ ფიზიკურად შესვლას, თუმცა მე როგორც გითხარით, მე-9 და ზევით კლასებს ხვდებით და ვფიქრობ, რომ 3 წელიწადში ერთხელ რო შევიდეთ სკოლაში, უფრო რეალურია იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვიყავი ამ სკოლაში, ამ სემესტრში, ისე ანალოგიურად რო შევიდე, იგივე მოსწავლეები დამხვდებიან და ჯობია რომ იმ სხვა კლასებს, რომელიც უკვე გადავლენ, იქნებიან მათ ასაკში, ვისაც ხვდებით, უკვე მათ მივაწოდოთ შემდეგში ეს ინფორმაცია, უფრო მე ვფიქრობ, რომ უფრო რეალური იქნება. ჩვენ რეგიონებზე ვსაუბრობდით, რა თქვენ კონკრეტულად რომელ რეგიონში გიწევთ მსახურობა? მე უკვე მე-4 წელია ქვემო ქართლის მიმართულებით დავდივარ, როგორც ქალაქებში, ისე მუნიციპალურ სოფლებში და ვაწვდი აი ამ ინფორმაციას, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ჩვენს მომავალ თაობას. ეროვნულ გმირებზე ისაუბრეთ, რომელთაც ისაუბრებით, რომელზეც ამ ბავშვებს რამდენად ინტერესდებიან მათი ისტორიით? საინტერესო ესეც. რა თქმა უნდა. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ამ შემთხვევაშიც ბევრი კითხვა გაუჩნდება. დიახ, ჩვენ წარდგენილი გვაქვს ეროვნული გმირები და ყოველთვის ვსვავ კითხვას თუ ვინმე ეცნობათ, მოცემული გვაქვს როგორც გვარი და სახელებით, ისე სურათებით გვაქვს მოცემული და ძალიან მიხარია ხოლმე, რომ ჩვენს დიდი გმირებზე გვესაუბრებიან, გაგებული აქვთ ეროვნული გმირები და ვთხოვ ხოლმე, რომ პატარა მცირედი ისტორია თითოეულ მათგანზე და რა თქმა უნდა კარგად აი ესე სასიამოვნოა ხოლმე ჩემთვის, რომ გაგებული აქვთ ის გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. ვიდეო რგოლები ახსენეთ თქვენ საუბარში და ალბათ ეს ყველაფერიც გეხმარებათ ხომ, რომ ჩვენების სახითაც უფრო მეტი წარმოდგენა შეუქმნათ. აი კადრებში ვხედავდით და ვხედავთ ისე. საინტერესო არის კონკრეტულად რა მიმართულების ვიდეოებზე. ვიდეო რგოლებზე, როგორც თქვი, გვაქვს ტექსტუალური ნაწილი, გვაქვს ვიდეო რგოლები. ვიდეო რგოლები მოიცავს, როგორც თქვი, საერთაშორისო სწავლების ვიდეო რგოლი გვაქვს ვიდეო რგოლი ასევე თუ რას წარმოადგენს ჩვენი თავდაცვის ძალები, ან მოცემული არის თავდაცვის ძალებში მოსვლის დღიდან და ჩვენ ყოველდღიურობას. არის სხვადასხვა ქვედანაყოფი არის მოცემული, ვიდეო რგოლში ჩანს თუ რას აკეთებენ, რა სწავლებებს გადიან და ასე შემდეგ. დიახ. გარდა სკოლისა, თუ არის უნივერსიტეტში მსგავსი პროექტი, ან თუ არის დაგეგმილი სამომავლოდ? კი ბატონო. გეტყვით ამასაც, ეს პროექტი ხორციელდება როგორც საჯარო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, არაერთ კერძო სკოლაშიც წარგვიდგენია ჩვენი პრეზენტაცია. ბატონ გიორგი, ქუთაისში არის კადეტთა ლიცეუმი და თავისთავად ამის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, ხომ? კი ბატონო, გენერალ გიორგი კვინტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ანალოგიურად მოცემული გვაქვს ჩვენს პრეზენტაციაში და ვესაუბრებით სკოლის მოსწავლეებს, მე ვახსენე მე-9 კლასიდან ზევით, ზუსტად ის მე-9 კლასელები, ვინც გვესწრებიან, მათთვის არის ეს, რომ როდესაც დაასრულებენ მე-9 კლასს უკვე აქვთ შესაძლებლობა სურვილიდან გამომდინარე მოხვდნენ ამ სასწავლებელში. ნებისმიერ მსურველს ახლაც აქვს შესაძლებლობა, ხო? კი ბატონო, რა თქმა უნდა, გითხრათ ჩვენს მაყურებელს, ჩვენი საუბრის ბოლოს. ანუ კითხვა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ვის აქვს შესაძლებლობა, დღესაც თუ აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს რომ ჩაერთოს ამ პროექტში. ჩვენს პროექტზეა საუბარი, ხო? დიახ, ჩვენი ჯარი. კი ბატონო, ჩვენი პროექტი, როგორც გითხარით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და როგორც გითხარით, ყველა სკოლაში ვცდილობთ შევიდეთ, მივაწოდოთ ინფორმაცია და როგორც ვახსენე, მაღალი
ინტენსივობიდან გამომდინარე და ინტერესიდან გამომდინარე კერძო სკოლებშიც შევდივართ, მოთხოვნა არის, რომ ჩავატაროთ ჩვენი პრეზენტაცია და თუ რა თქმა უნდა იქნება კიდე და გაგრძელება მოთხოვნა კერძო სკოლებიდან, რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ რომ წარვადგინოთ ჩვენი პრეზენტაციები. ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის, საუბრისთვის, ინფორმაციის მოწოდებისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ და მოსწავლეებს რა თქმა უნდა დაგემშვიდობთ. მადლობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატო საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიდან მაიორი გიორგი ლომოური. წინა ვიდეო როლის შემდეგ დავუბრუნდებით კვლავ სტუდიაში სტუმართან ერთად.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, უნდა ვისაუბროთ ჯანმრთელობის შესახებ, კერძოდ გლაუკომის შესახებ, თუ რა არის იგი, რას წარმოადგენს, როგორია მისი მკურნალობა, გამოწვევი მიზეზები, გართულებები და ამ ყველაფერზე სასაუბროდ შემოგვერთდა ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მონიკა ზალინიანი. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მომხსენებისთვის. დილამშვიდობის. პირველ რიგში დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. დიდი მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენი ეთერის მეშვეობით, თუმცა მაინც რჩება რაღაც გარკვეული კითხვები და თავისთავად გვინდა რომ სრული ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს მაყურებელს გლაუკომის შესახებ და მოდით მარტივად დავიწყოთ, თუ რა არის გლაუკომა და რას წარმოადგენს იგი და შემდგომ უკვე გართულებებზე და გამოწვევ მიზეზებზე. გლაუკომა სამწუხაროდ ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი, პოტენციურად დამაბრმავებელი, შეუქცევადი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება მხედველობის ნერვი. მხედველობის ნერვი არის ერთგვარი დამაკავშირებელი თვალსა და თავის ტვინს შორის და როდესაც ის ზიანდება სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არის შეუქცევადი და არც მკურნალობას ექვემდებარება და არც დაკარგული მხედველობის დაბრუნება არის შესაძლებელი. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ადრეული დიაგნოსტიკა და არსებული დაავადების უკვე დაზიანებული სტადიის შეჩერება, რომ სამომავლოდ პაციენტს შეეძლოს თქვათ სრულყოფილად სივრცეში და გადაადგილება და აი სტატისტიკიდან გამომდინარე რა შეგვიძლია ვთქვათ, ვის უჩნდება ეს დაავადება ყველაზე ხშირად გლაუკომა, რა არის ერთ მთავარი ფაქტორი, ასაკი, გენეტიკა თუ რა შეიძლება ჩავთვალოთ ამის მთავარი ფაქტორი. დღესდღეობით 2020 წლის მონაცემით 76 მილიონ ადამიანს აქვს უკვე დადგენილი ეს დაავადება და სამწუხაროდ დღესდღეობით არ არის დადგენილი რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი. გამოყოფენ ბევრ რისკ ფაქტორს. ერთ-ერთი მთავარი და ვთქვათ დაზუსტებული რისკ ფაქტორი არის მაღალი თვალში და წნევა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არსებობს ისეთი გლაუკომის ტიპი, რომლის დროსაც თვალში და წნევა არის ნორმის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ ცალსახად ვერ ვამბობთ, რომ მაღალი თვალში და წნევა არის პირდაპირ კავშირში გლაუკომასთან. ასევე მნიშვნელოვანია 40 წელს ზემოთ ასაკი, ისეთი დაავადებები ქრონიკული, როგორიც არის მაგალითად დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია ან პირიქით დაბალი არტერიული წნევა, რომელიც ზოგი გლაუკომის დროს უფრო მნიშვნელოვანია. ქრონიკული სხვა დაავადებები, ქოლესტერინის მაღალი დონე, გენეტიკური წინასწარ-განწყობა. დადგენილია, რომ თუ ახლო ნათესავებში, პირობითად ვთქვათ, მამა, დედა გამოვლენილია გლაუკომა, მაგ შემთხვევაში 22%-მდე იზრდება იმის რისკი, რომ თქვათ შვილებსაც ექნებათ ეს დაავადება 40 წელს ზემოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროული დიაგნოსტიკა მოხდეს და საჭიროებისამებრ უკვე დაიწყოს მკურნალობა და ეს მკურნალობა არის მიმართული მართვაზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეიძლება დღესდღეობით გლაუკომის დამარცხება. ჩვენი მიზანია, რომ დაიწყოს მკურნალობა და პრევენციული ღონისძიებების საშუალებით შევაჩეროთ მდგომარეობა. ყველა დაავადებას თავისთავად ახლავს თავისი გამოვლინებები, ხომ? და ამ გამკომის შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ სიმპტომები, როგორც ვიცით, შეიძლება არ იყოს ესე გამოხატული და პაციენტი ვერ ხვდებოდეს იმას, რომ საჭირო არის მისი ოფთალმოლოგთან ვიზიტი და რომ საერთოდ მას შეიძლება გლაუკომა აწუხებდეს. აი საინტერესო არის ეს სიმპტომები, რომ დავასახელოთ, რომ დაახლოებით მაინც წარმოდგენა შეექმნას ჩვენს მაყურებელს, რომ მიხვდეს საჭირო არის ვიზიტი ოფთალმოლოგთან და რა პროცედურები უნდა გაიაროს შემდგომ, როგორი არის დიაგნოსტიკა, როგორ ხდება? დიახ, ამ დაავადების ვერაგობა ზუსტად აი ამითაც აიხსნება, რომ თითქმის დაავადების ბოლო სტადიამდე არ ვლინდება არანაირი ესეთი ტიპიური სიმპტომი, ტიპიური ჩივილი, რის გამოც პაციენტი ხშირ შემთხვევაში მოგმართავს ბოლო სტადიის გლაუკომით, როდესაც შეიძლება პირდაპირ მხედველობა, აი პირობითად თქვენ გიყურავთ, მაგ დროს მხედველობა მქონდეს 100% ან სამარშრუტო პირობითად თქვა სამარშრუტო ტაქსის ნომრის დანახვაც კი შეუძლია ადამიანს, თუმცა პერიფერიული გვერდითა მხედველობა არის დაზიანებული და ამ დროს აი ცენტრალური მხედველობა, რომელიც არის აი დურბინით ყურებისას, რასაც ვთქვათ ვხედავთ, ხო, აი ეს მცირე ნაწილი რაც არის შენარჩუნებული, იმის დაზიანებაც ხდება. ამიტომ ბოლო სტადიამდე არანაირი ტიპიური გამოვლინება არ აქვს, არც ტკივილი ახასიათებს დასაწყის ეტაპზე მით უმეტეს და ამიტომაც პაციენტის მომართვიანობა არის დაბალი კონკრეტულად გლაუკომის დროს.
ხშირ შემთხვევაში პაციენტი მოგმართავს, რომ ასაკთან ერთად უჭერთ ახლო მანძილზე კითხვა და სათვალის მიზნით მოგმართავენ. თუმცა რუტინული ეს გამოკვლევების შედეგად დგინდება, რომ არის თვალში და წნევა მაღალი ან მხედველობის ნერვის ისეთი დაზიანება, რომლის დროსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, აი ექსკავაციას ვეძახით და ხდება დამატებითი კვლევების ჩატარება და იმის საფუძველზე უკვე საბოლოოდ გიდება, რომ არის გლაუკომა. თუმცა თუ არის მდგომარეობა ძალიან შორს წასული და ვლინდება ძალიან მაღალი თვალში დაწნევა, მაშინ ტიპიურად ვლინდება, ასე ვთქვათ, სამეული ნიშნები, ეს არის ძალიან ძლიერი თავის ტკივილი, თვალის იმ არეში, აი პირობითად ვთქვათ, თუ არის მარჯვენა თვალის მაღალი თვალში დაწნევა, მაშინ თავის მარჯვენა ნაწილის ტკივილია გამოხატული, ამას ახლავს გულისრევა, ღებინება და ეს ასოცირებულია ძალიან მაღალ თვალში და წნევასთან. აქ ხშირ შემთხვევაში ბავშვობიდან გვაქვს ხოლმე შიში და სტრესი, ხო, ექიმთან ვიზიტის წინ. აი რა შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტის დროს რა პროცედურას გაივლის პაციენტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ეს დაავადება? დიახ, ეს იწყება ყველაფერი რუტინული, ვთქვათ, ოფთალმოლოგიური გამოკვლევებით. პირველ რიგში ვნახულობთ მხედველობას, რამდენად კარგად ხედავს, თუმცა ეს არ არის მარკერი, იმიტომ რომ პაციენტი, რომელსაც აქვს ბოლო სტადიის გლაუკომა, შეიძლება 100%-ს ხედავდეს და ყველაფერს იდეალურად კითხულობდეს დაფაზე. ამიტომ ვიწყებთ მაგ გამოკვლევით, შემდეგ ვნახულობთ თვალში დაწნევას და რამდენად ვთქვათ დაზიანებულია თვალის კონკრეტული სტრუქტურები, როგორც წინა ნაწილში თვალის, ისე უკან ნაწილში, ბადურა გარსილასაც ვეძახით და ძალიან მნიშვნელოვანია გლაუკომის დროს მხედველობის ნერვის მდგომარეობის შეფასება. თუ ექიმი მიიტანს, რომ რუტინული გამოკვლევების დროს მხედველობის ნერვი არ არის იმ ვთქვათ სტრუქტურის, რომელიც უნდა იყოს ასაკის შესაბამისად, მაგ შემთხვევაში უკვე ინიშნება ესეთი გამოკვლევებია კომპიუტერული ტომოგრაფია მხედველობის ნერვის და ასევე ინიშნება პერიფერიული მხედველობის შეფასება და რას ნიშნავს ეს? პირობითად მე რა თქვენ გიყურებთ, ხო? მე ასევე შემიძლია შევაფასო, რა ვთქვათ, რამდენი თითია ჩემს გვერდით, ხო? 2-3. და ზუსტად ამ დროს ჩვენ ვაფასებთ პირდაპირ ყურების დროს, რამდენად არის შენარჩუნებული გვერდითა პერიფერიული მდგომარეობა პაციენტებში და ეს არის ერთ-ერთი პირველადი დიაგნოსტიკური მეთოდები, რის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გლაუკომა არის თუ პირობითად სხვა მდგომარეობებია. ეს სხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს გამოწვეული, პირობითად პაციენტი მოდის და არის მაღალი თვალში დაწნევა. თუმცა ეს მაღალი თვალში დაწნევა ყოველთვის არ არის პირდაპირ გლაუკომასთან კავშირში. შეიძლება იყოს კატარაქტა, რომლის დროსაც ოდნავ, ვთქვათ, ბროლი ფუვდება და იწვევს მცირედ თვალში დაწნევის მომატებას. ამიტომ პირდაპირ იმის დიაგნოზის დასმა, რომ თვალში დაწნევა არის მომატებული და აქ არის გლაუკომის დიაგნოზი, ეს არის მცდარი. და ბევრი პაციენტია ზუსტად ამ მდგომარეობაში გვიწევს ესე ვთქვათ, ურთიერთობა პაციენტებთან და წლებია ვთქვათ იწვეთებენ, მარტო იმიტომ რომ რაღაცა ერთჯერადად დაუფიქსირდა მაღალი თვალში დაწნევა და არ გაუკეთებიათ ისეთი დამატებითი კვლევები, როგორც არის კომპიუტერული ტომოგრაფია მხედველობის ნერვის და მხედველობის ველის გამოკვლევები. ნეღ თავისთავად ეს ტექნოლოგია გვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესები უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს და თავისთავად პროცესის მართვაშიც გვეხმარება. სიზუსტისთვის სიზუსტისთვის კი რა თქმა უნდა, ეს პაციენტის დამოკიდებულება როგორი არის ხოლმე, ესეც საინტერესოა, როდესაც იგებს რომ მას გლაუკომა აქვს, თქვა და როგორც ბრძანეთ თქვენ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოდიან უკვე ბოლო სტადიაში მოდიან. აი, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თუ არა რომ ოპერაცია ჩატარდა, ეს თქვა თან რა შემთხვევაში არის აუცილებელი და თავისთავად დროუ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მხედველობა ხო პაციენტებს, რაც უჭერთ გლაუკომასთან მიმართებაში, იმის გააზრება, რომ რაც დაკარგულია, იმის აღდგენა შეუძლებელია. ამიტომ ბევრჯერ კი თქვათ ვუხსნით, რომ აი ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რაც ახლა გაგაჩნიათ, რა მხედველობის ველიც გაგაჩნიათ, იმის შენარჩუნებისკენ იყოს მიმართული ჩვენი მკურნალობა. თქვათ ვუხსნით ბევრჯერ, წვეთებს ვუნიშნავთ და რაც მთავარია, რომ პაციენტმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ეს ყველა დანიშნულება. ყოველდღიური წვეთების ჩაწვეთება და თუ საჭიროა, მერე ვთქვათ ქირურგიული ჩარევაც. ბევრჯერ მოდიან, თქვათ და კიდევ უჩნდებათ ეს კითხვა, ექიმო, მე ვიწვეთებს, თუმცა გაუმჯობესებას ვერ ხედავ. ჩვენ კიდევ ხელმე ვთქვათ ვუხსნით ამას ყველაფერს, თუმცა აი ტვინის, ესე ვთქვათ, აღქმა იმისა, რომ მე რაც დავკარგე, როგორ არ შემიძლია რომ შევინარჩუნო, აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, რაც ვთქვათ უჭირთ პაციენტებს. ყოფილა რომ სხვა კლინიკებიდან მოგმართავენ ან ვთქვათ სხვა ექიმებიდან, თუმცა
ჩემგანაც ვთქვათ, კი ვუხსნი, თუმცა აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი პრობლემა, რომ პაციენტს იმის გააზრება უჭირს, რომ დაკარგულის შენარჩუნება შეუძლებელია და ხშირ შემთხვევაში წყვეტენ მკურნალობას, იმიტომ რომ აი ექიმმა დამინიშნა, თუმცა მე შედეგი არ მაქვს და რო წყვეტენ მკურნალობას, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ გაგრძელდება ნერვის დაზიანება და უფრო ვთქვათ რთულ დაზიანებულ კერებს მივიღებთ. დიახ. აი რამდენად მნიშვნელოვანია და ხშირად არის საჭირო თუ არა პროფილაქტიკური შემოწმება. დიახ, პროფილაქტიკური შემოწმება არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ პირებისთვის, ვისთანაც ახლო ნათესავებში გამოვლენილია გლაუკომა და რეკომენდირებულია, რომ 40 წელს ზემოთ თუ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აქვს გლაუკომა, წელიწადში ერთხელ მაინც საჭიროა მხედველობის ნერვის და გლაუკომასთან მიმართებაში სტრუქტურების გამოკვლევა და იმის დადგენა, რომ თქვათ აქ არის რისკ ფაქტორი და თუ არის რისკ ფაქტორი, შესაბამისად უფრო ხშირი ვიზიტი არის საჭირო თვალშიდაწნევის კონტროლისათვის და მხედველობის ნერვის დიაგნოსტიკური მეთოდების გამოსავლენად. რისკ ფაქტორის კუთხით კონკრეტული ასაკი არის თუ არა ასეთი? დიახ, რეკომენდირებულია, რომ 40 წელს ზემოთ სასურველია, რომ მოხდეს დიაგნოსტიკური გამოკვლევები და გამოვლინდეს 40 წლიდან უკვე შესაძლებელია, რომ ადამიანი რისკ ფაქტორი იყოს. დიახ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვთქვათ, ახალგაზრდებში არ გვხდება გლაუკომა. პროფილაქტიკურ შემოწმებას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში თავისთავად, ხომ? ამიტომ არსებობს კულტურა, ასე ვთქვათ, ხომ, რომ მიუმართოთ სხვადასხვა მიმართულების ექიმებს, რომ ჩავიტაროთ გამოკვლევა. თუნდაც წელიწადში ერთხელ აქ ყოველთვიურ ვიზიტს არავინ არ გულისხმობს თავისთავად და თუ რამე არის გამოვლენილი, ჯობია თავიდანვე მოხდეს მისი რისკ ჯგუფებში ასევე არიან ადამიანები, ვისაც აქვს მაგალითად შაკიკი, ან ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომელიც უკვე ვახსენე, ეს არის საქრიანი დიაბეტი, მარღალი არტერიული წნევა, ტრავმები, რომელიც ასოცირებულია თვალთან. ეს ყველაფერი ზრდის, რა თქმა უნდა, გლაუკომის რისკს და აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და გავლენა. ჩვენი საუბრის ბოლოს დიდი სიამოვნებით მოვისმენთ შემაჯამებლად თქვენს რჩევებს. რჩევები უნდა მოგცეთ და მისცეთ ჩვენს მაყურებელს რა უნდა გავითვალისწინოთ. დიახ, აუცილებელია პირველ რიგში, რაც უკვე ვახსენე, რომ თუ ახლო ნათესავებში გამოვლენილია გლაუკომა 40 წელს ზემოთ და რა თქმა უნდა თუ მანამდეც შეამჩნიეთ რაიმე სიმპტომები, მიმართოთ ოფთალმოლოგს და მოხდეს აუცილებლად იმის დადგენა, რომ აქ დაწყებულია უკვე გლაუკომის ცვლილებები თუ არა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ თქვენ უკვე დაგიდგინდათ გლაუკომა და იწვეთებთ წვეთებს, ექიმ ან დამოუკიდებლად წვეთების ჩაწვეთებას და აუცილებლად გააგრძელეთ ის მკურნალობა, რაც არის დანიშნული. თუ თქვათ ვერ ახერხებთ ექიმთან ვიზიტს, აუცილებელია რომ გააგრძელოთ ის წვეთების ჩაწვეთება და ვთქვათ შეუთანხმდეთ თქვენს ექიმს და ამის მერე უკვე ვთქვათ შეცვალოთ რაიმე მკურნალობა. თვითნებურად არ შეწყვეტოთ წვეთების ჩაწვეთება და მინდა ერთ-ერთი აი ხაზგასმით ამაზე ვისაუბრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტს ესმის, რომ რაც დაიკარგა, ის მის აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ მოლოდინი აქვს, რომ რაღაცა გაუმჯობესდება, წყვეთ მკურნალობას, იმიტომ რომ ვთქვათ ექიმის არ ჯერა, რომ აი ექიმი არასწორად მკურნალობს, წყვეთ მკურნალობას და აი ამას მივყავართ იქამდე, რომ პაციენტი მოგმართავს შორს წასული გლაუკომით და რომ თავისთავად ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და შესაბამისად დრო და ხანგრძლივობა სიტყვაზე მე შეიძლება უფრო მალე მქონდეს შედეგი, ვიდრე აი ზუსტად აი ამაზე ელაპარაკე, რომ შედეგი ის, რომ პაციენტს აქვს მოლოდინი რაღაცა გაუმჯობესდება, ჩვენ ამას ვერ ვიღებთ გლაუკომის დროს და არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ქირურგიული ჩარევა, ეს არის ვთქვათ წვეთები ან თქვა ტაბლეტების სახით. ანუ ამას ჩვენ არ ველოდებით გლაუკომის დროს და როდესაც პირველი ვიზიტის დროსაც ვახსენებთ, რომ სამწუხაროდ რაც დაიკარგა, ჩვენ იმის აღდგენაზე არ ვართ ორიენტირებული და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ რაც გაგვაჩნია. აი კი ვამბობთ ბევრჯერ, თუმცა აი თითქოს ბარიერი აქვს პაციენტს და აი ამ ინფორმაციის გაფილტრა უჭირთ და ამ ინფორმაციის მიღება უჭირთ. შედეგი არის შენარჩუნება. ხო, შედეგი არის მთავარი, რომ მოხდეს დაავადების შენარჩუნება ან თუ დაავადების ტიპებიც არსებობს, არის უფრო ვერაგი, მოხდეს დაავადების პროგრესის შენელება. და ვთქვათ, თუ ფიქრობთ, რომ 10 წელიწადში ან ვთქვათ 15 წელიწადში მივიღებთ ცუდ შედეგს, აი ეს პროცესი უფრო დიდხნიანი იყოს და 25-30 წელიწადამდე ეს ვთქვათ გავახანგრძლივოთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის და რჩევებისთვის. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორანტი მონიკა ზალინიანი.
სოფიო კუჭავა და გეგი ნემსიწვერი ძეებ უძღვებოდი თქვენთვის დღევანდელ გადაცემას. მშვიდობიან და ბედნიერ დღესდღეობით დროებით. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.